აბა დამანახე კარგად შენი ქურთუკი გაშარი აბა კარგად 9 წლის მარიამი ზამთრის ყინვაში ჩოხატაურში სადაც ძალიან მკაცრი ზამთარია და ახლაც არ ვიცი მინუს რამდენი გრადუსია მაგრამ საშინულად ყინავს აი ამ თხელი ჟაკეტით დაბრუნდა ბავშვი სკოლიდან წარმოუდგენელია ეს მეგობრებო როდესაც მარიამი დავინახე რომ სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა ისიც კი ვიფიქრე რომ ქურთუკი კლასში ხომ არ დარჩა თქო უბრალოდ იმდენად წარმოუდგენელი იყო რომ ბავშვი აი ასეთ ყინვაში აი ამ თხელი ფაქტობრივად გაზაფხულზე ჩასაცმელი ჟაკეტია არც ფეხსაცმელი არავის არ უჩუქებია შენთვის არასდროს არა მოდი აბა გულახდილად მითხარი გწყინს რომ არავინ რო არ გეხმარება საშუალება რომ არ გქონდა და არ მეწყინებოდა მაგრამ ბევრი დასაცმელი და წყინს რომ არ ჩოქნია მარიამ შენი სიტყვებით მითხარი აბა როგორია სიღარიბე ღარიბ სახლში ცხოვრობ საშუალება არ გაქვს არაფრის და საშუალება არ გაქვს რომ საჭმელი ვიდო ეს მარიამის ოჯახია ოჯახი სადაც სიღატაკენ პატარა ანგელოზებს ჯანმრთელობა და ბავშვობა წაართვა 5 წლის გიორგი ავადმყოფობისა და შიმშილის გამოდირის შეხედეთ ბავშვს დახეული შარვალი და დახეული წინ დააცვია როგორი უსამართლო ხარ ზოგჯერ ცხოვრება ეს კი 3 წლის ემილია გოგონა თვალებით გვევედრება დახმარებას ბერიძეების სახლში ბავშვებს იატაკზე გაშლილ ძველეებზე სინავთ რადგან არც აწოლი აქვთ და არც თბილი საბანი ავადმყოფი დედა უკანასკნელი ძარებით ცდილობს რომ ბავშვებს საკვები და სითბო ჰქონდეთ გაუსაძლისი სიღატაკის გამო 36 წლის მზია 56 წლის ქალი სიერი მიიღო შესაძლებლად სახლში მიდაშე ფაჩი დავანთოთ ხაკი მოდი დავიხმარი და წევიღოთ შეში ნუ თუ ამას პანჯარა ჰქვია ნუ თუ ასეთ პირობებში უნდა ცხოვრობდნენ ბავშვები რა დააშავეს ნუ თუ მათი ერთადერთი დანაშაული ის არის რომ ხატაკ ოჯახში დაიბადნენ გონიერი ბავშვები მიხვდნენ რომ მე უცხოდეი და მათ სახლში სწორედ იმიტომ ვიყავი მისული რომ მერე კეთილი ჯადოქრებისთვის მიამბო მათი ისტორია დიახ ბავშვებთან ერთად მეც გულწრფელად მჯერა რომ სწორედ შენ ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებ იმ კეთილ ჯადოქრად მოევლინები ყველასგან მივიწყებულ ამ საბრალო ბავშვებს როგორიც ზღაპრის სიგნებშია გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით